მოგესალმებით. ქალაქ თბილისის 162 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას მთაწმინდის ექო. აქ მთაწმინდაზე იდუმალებაში განისვენებენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიტყვით, საქმითა და სიყვარულით უდიდესი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში. მე გახლავართ ბარბარე ბასილაშვილი. დღეს კი მოგიყვებით ერთ-ერთ მათგანზე. ძალიან გამორჩეულ ქართველ მწერალზე ჭაბუა ამირეჯიბზე. ჭაბუა ამირეჯიბი დაიბადა 1921 წელს თბილისში. ის იმ დროს ცხოვრობდა, როდესაც ქვეყანას ბევრი სირთულე ჰქონდა, ომები, რეპრესიები და უსამართლობა, მაგრამ ის ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგა. იგი 1944 წელს დააპატიმრეს, რადგან საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. ციხეებსა და ბანაკებში 20 წელზე მეტი დრო გაატარა, მაგრამ არც ტანჯვამ და არც მძიმე წლებმა ვერ გაწეხა მისი სული. თავისუფლება რომ მოიპოვა, დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი რომანი „ათასუსტაშხია“. ეს მხოლოდ ერთი კაცის ისტორია არ არის. ეს არის ისტორია სამართლიანობის, სიმამაცის და სიხარულის, რომელიც მაშინ მოდის, როცა აკეთებს სწორ საქმეს. ათასუსტაშხია განსაკუთრებული გმირია. ის არ ეგუება უსამართლობას და ყოველთვის ცდილობს დაეხმაროს მათ, ვინც სუსტია. ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებები მსოფლიოს 29 ენაზეა ნათარგმნი. ათასუსტაშხია კი რაღაცის ჰგავს კალებ ლულყვისს, ასტრიდ ლინდგრენის წიგნებიდან. არასხომ სიმართლის მაძიებელი ბიჭია, რომელიც ებრძვის ტყუილს და იცავს სხვებს. ათასუსტაშხიაც სწორედ ასეთია, მამაცი, გულწრფელი და თავისუფალი სულის ადამიანი. ათასუსტაშხია ასევე შეგვიძლია შევადაროთ რობინ ჰუდსაც. ორივე იცავს სუსტებს და ებრძვის სამართლიანობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ათასუსტაშხია ქართველი რობინ ჰუდია. ჭაბუა ამირეჯიბის რომანია გორამ ბორკალი. ამ წიგნში მთავარი გმირი ალტერ ეგო, ანუ გორამ ბორკალია. გორამ ბორკალის ცხოვრება და თავგადასავლები ჭაბუას საკუთარ გამოცდილებებზე, ციხეებში გატარებულ წლებზე და თავისუფლებისთვის ბრძოლაზე არის დაფუძნებული. რომანში ვხედავთ, როგორ ებრძვის გორამ ბორკალი უსამართლობას, იმდროინდელ რეჟიმს და იცავს სუსტებს. ის არის თავისუფლების, ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლო. გიორგი ბრწყინვალე მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. იგი მოგვიფრთხილებს ქართველთა სახელოვანი მეფის, გიორგი ბრწყინვალეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. თხრობა კი ხდება თავად მეფის პირით. გიორგი ბრწყინვალე გვიამბობს გმირზე, რომელიც ცდილობს ქვეყანისა და ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძოლოს. ეს წიგნი აჩვენებს, რომ სიბრძნით, სიმამაცით, თამგანწირვით და სიკეთით შესაძლებელია სამყაროს შესვლა. ხოლო თავად ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრება ბევრ რამეში ჰგავს ნელსონ მანდელას ცხოვრებას. ორივემ მრავალი წელი გაატარა ციხეში, მაგრამ არც ერთს არ დაუკავრგავს რწმენა და ადამიანობა. ისევე როგორც ილია ჭავჭავაძე, ჭაბუაც ფიქრობდა საქართველოს მოავალზე და ხალხის ბედზე. ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა 2013 წელს, მაგრამ მისი ცხოვრება და ნაწერები დღემდე შთაგვაგონებს. ის გვასწავლის, რომ ადამიანი არასდროს უნდა დანებდეს და ყოველთვის უნდა იდგეს სიმართლის მხარეს. თქვენ უსმენთ ეპიზოდს პოდკასტების სერიიდან მთაწმინდის ექო.